გაშასე მოგიყვეთ? ეს დარავჯერ აქვს მოსმენილი, მაგრამ ვისაც არ აქვს მოსმენილი, მისთვის კაი გაკვეთილი იქნება. 95 წელი იდგა. მე უკვე 15 წელიწადია ღვთის მორწმუნე ვარ და საფრთხო წარმართები ვიბძვი, ჩემს თავს ვერ ვძვი და ვარ ერთ ამბავში. და დიდი მარხვა აღვასრულე ღმერთის შეწემში, მაგრამ ძიმედ აღვასრულე. უდაბნოში წავედი, მარტო ვიყავი და სრულიად უსმელი არა, უჭმელად გავატარე. და ეს ისე კი არ გამიკეთებია, არამედ სრული წესებით, სრული ლოცვა-კურთხევით. მაგრამ მტერმა გადაწყვიტა, რომ მე დავმარცხებულიყავი და არ გამარჯვებულიყავი და მომკვდარიყავი. და დიდი დარტყმა მომაყენა. და აი აღდგომა ჩაიარა, 2-3 დღე არის, მე დამაბრუნეს, არასწორად დამაბრუნეს. 50 დღე წარმოიდგინეთ უჭმელი. როგორ შეიძლება ასეთი კაცის ხალხში გამოყვანა, ეკლესიაში მოყვანა. მიყვანეს, მაზიარეს, მადლობა უმერცხადია, მაგრამ ზიარება ცალკე შეიძლებოდა, ანაირად შეიძლებოდა, მაგრამ რატომღაც ასე მოხდა და მდგომარეობა დამიმძიმდა. 2-3 დღის შემდეგ დავსუსტდი, სიკვდილს მივეახლე. და პატარა ოთახია, ტახტია იქა, ისუსტებული ვარ და უცებ ვიგრძენი, რომ მოვიდა სიკვდილი. ვიგრძენი, რო კვდები. ეს რაღაცა სახუმარო ამბავი არ არის, ეს ისეთი რამაა სიკვდილი, რომ ამას შემთხვევით რაღაც შეცდომები არ გამორიცხულია. მოვიდა სიკვდილი, კვდები. და ეს წამიერია განცდა. დიდხანს კი არ გეახლოვდება შორიდან, აი მოდის, გამოჩნდა, დავიმალო და საწროფეს რო შეძრე, ან რო ვიცით ხოლმე, სულად რო გავხდებით და აბებს რო ვყლაპავთ ხოლმე, წნევისა თუ გულის ტკივილისა. გული რო აწუხებს და რო იცის და ის რო აქვს ტაბლეტკები გამზადებული, დაიდებს ენის ქვეშ და გადაუვლის. ასე არ არის. ასე არ იყო. ფეხზე ვიდექი და ვიგრძენი, რომ მოვიდა სიკვდილი და კვდები. და რა მოხდა? თურმე ღმერთის შეწემით, ჩემი გული, ჩემი სული, ჩემი არსება შემზადებული ყოფილა ამისათვის, რადგანაც მოხდა სასწაული, სიკვდილის ზაფრა მართლაც დამზაფრავია. სიკვდილის მოახლოება, შეგრძნება, რომ ეს მოვიდა, შემაძრწუნებელია, მაგრამ რა დაემართა ჩემს სულსა და გულს და ჩემს არსებას, იმ წამსვე, როგორც კი გაჩნდა სიკვდილი ჩემი გულიდან, ჩემმა გულმა, ჩემმა სულმა და ჩემმა არსებამ, ანუ ჩემს სულსა და ჩემს გულსა და ჩემს არსებას აღმოხდა საშინელი აფეთქებით და აღმოფრქვევით უდიდესი სიხარული. გამიხარდა, ცასვეწიე, იფეთქა და აბა დავფასუდი მაშინვე, დავწექი მაშინვე და გულხელი დავიკრიფე. აბა ღმერთო, ჰე ღმერთო, მოვდივარ. და ეს იყო რეალური, ეს იყო სასწაული და რადგანაც მართლა სასწაული იყო, მართლაც რეალობა იყო და ეს ასე მოხდა და აღესრულა, ღმერთმა ეს შეაფასა და
იმ წამსვე ის სიკვდილის შეგრძნება გაქრა და უდიდესი ძალით აღვივსე და წამოფრინდი ხელზე. მკვდარი, აი წარმოედგინეთ 50-ისა დღეს აწმული არ მქონდა ნაჭამი. მერე არასწორად მოხდა გამოსვლა იქედან და აღვივსე უცებ აი ცარიელ ჭურჭელში რომ ამ ჭურჭლის გამხეთქავი გამანადგურებელი სითხე რო ჩაასხა და რომ ააფეთქო. აი ასე დამემართა. და მაგრამ სული თურმე მზად ყოფილა სიკვდილისთვის ღმერთთან შესახვედრად კი არა ღმერთისკენ დასაძრელად და გამოვარდი მაშინ რა ბეხუნოის ხალი იყო კეთევანი იქნება და აწინ უღარ გეშინიათ ღმერთმა ფეხზე დამაყენა და აწი სუსტყა ბრძოლები დაიწყება. გასაგებია აი ასე უნდა შევემზადოთ იმ დიადი წამისთვის რომელსაც ქრისტესთან შეხვედრა ქვია და თურმე უკვლებლი ყველანი ცოდვილები და უცოდველები თვით ქრისტიანების და თვით არაქრისტიანებიც ქრისტეს ინაშონ და წავდგეთ იმიტომ რომ სხვა მოსამართლე თურმე არ არსებობს, სხვა ღმერთი არ არსებობს, ერთადერთი კარია, რომელი კარის გავლით უნდა მოხდეთ სასუფეველში. ან ის კარი ჩავგეკეტოს და ჯეჯოხეთის კარი გამგვეღოს. და ამას ქრისტე აკეთებს. მე არ ვიცი, არა კი ვიცი და წერია რომ შეიძლება რა თქმა უნდა ზოგიერთი ვერ მიივიდეს ქრისტემდე. საზვერეები ყველა ვერ გაიაროს, არამედ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეულ საზვერეში ჩარჩეს და ჯეჯოხეთში წარიტასო ეშნაკებმა. ვინმე სული, მაგრამ ყველას აცილოს ღმერთმა ეს და თუნდაც ჯეჯოხეთში მოხდეს, მაგრამ ღმერთის გავლით მოხდეს, ქრისტესთან მისვლის შემდეგ სასამართლოს გავლით, რომ იქ მაინც ნახოს ქრისტე. მაგრამ დაესაერთოდ ნუ რავინ შთახდება ჯოჯოხეთში, არამედ ყველა გამოფხიზლდეს იმ დიადი მეხსეული გამოფხიზლებით, რომელსაც დღეს მთელი დღე აღჩენ ქადაგებთ და ერთმანეთს მოუწოდებთ ღმერთის მოწოდების გამო, რადგანაც ღმერთია ერთადერთი მომწოდებელი, ღმერთია ერთადერთი მომხმობელი და მასწავლებელი და გადამრჩენელი და გამხარებელი. მოდი განვახორციელოთ ეს.